ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. საომშტობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია სპორტული პანორამა, მორიგი გადაცემა, ვსაუბრობთ უახლოესი 7 დღის, ანუ დღეიდან 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით სპორტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე ვიხსენებთ სპორტში მოღვაწე იუბილარ პიროვნებებს და რა თქმა უნდა საინტერესო ისტორიებს. 22 მაისი 1991 წელი ამ დღეს დაარსდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტად ოლიმპიური მსოფლიოს 4 გზის და საბჭოთა კავშირის 6 გზის ჩემპიონი ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე რომან რურუა აირჩიეს. ამჟამად, როგორც ცნობილია, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის ჭიდაობების გაერთიანებული ფედერაცია ფუნქციონირებს. ლუკა კურტანიძე პრეზიდენტი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაციის დაარსებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ კი იმავე წლის 28 მაისს, ანუ 6 დღეში, ოფიციალურად დაფუძნდა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მომდევნო წელს 1992 წლის 2 აგვისტოს აღიარა ფილამ. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პირველი პრეზიდენტი იყო, როგორც უკვე აღნიშნეთ, რომან რურუა. 93 წლამდე თავისუფალი ჭიდაობის პრეზიდენტი იყო მურმან ომანიძე. გაერთიანებული ფედერაციის პირველი პრეზიდენტი კი გურამ გედეხაური გახდა, რომელიც დავით გობეჯიშვილმა შეცვალა. ამ თანამდებობაზე 6 წლიანი მუშაობის შემდეგ გობეჯიშვილი გოჩა ძაცოხოვმა ჩაანაცვლა, შემდეგ იყო ბაკურ გოგიტიძე, კახა გეწაძე, ახლა კი ფედერაციას, როგორც ვიცით, როგორც უკვე აღნიშნეთ, ლუკა კურტანიძე ხელმძღვანელობს. 19 მაისს 1969 წელს დაიბადა დუდუ დადიანი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, თბილისის დინამოს, თბილისის ვითას მოთამაშე, ბრწყინვალე პიროვნება. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა. დუდუ დადიანი ტრაგიკულად დაიღუპა 2002 წელს 22 იანვარს. ყოველწლიურად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება დუდუ დადიანის სახელობის ტურნირი, რომელსაც ტრადიციული სახე აქვს. 19 მაისს გურამ ბიგანიშვილი, სახელოვანი ქართველი აფროსანი, ვარსკვლავის კლასში იუბილარი, ასევე 1950 წელს გახლავთ ბიგანიშვილი დაბადებული. 1984 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის 2 გზის ჩემპიონია და ასევე თასის მფლობელი. 1980, 92 და 96 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე გურამ ბიგანიშვილი სპორტის დამსახურებული ოსტატია. 16 მაისს პროფესიულ დონეზე თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა 2004 წლის, ანუ 10 წლის წინ იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ, ზუსტად 10 წლის წინ მილანში, სან-სირო სტადიონზე ბრეშა, რომლის ღირსებასაც კარიერის ბოლოს იცავდა ბაჯომ, ის ყოფილ გუნდ მილანს სტუმრობდა. რობერტო ბაჯომ იტალიური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთმა უპირველესმა ვარსკვლავმა აქტიური სპორტული კარიერა 37 წლის ასაკში დაასრულა. კარიერის მანძილზე მან სერია-ას მატჩებში 205 გოლი გაიტანა, რაც იტალიის ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში მე-6 შედეგი გახლავთ. საუკეთესო ბომბარდირი სილვიო პიოლა, მეორე გახლავთ გუნარ ნორდალი, მილანის და ასევე რომას შვედი ფორვარდი, მესამეა ჯუზეპე მეაცა, მეოთხე ჟოზე ალტაფინი, მეხუთე ფრანჩესკო ტოტი და მე-6 ბომბარდირთა დავაში ყველა დროის იტალიის სერიას სნაიპერებში რობერტო ბაჯო მე-6 პოზიციაზეა. 16 მაისს ნილტონ სანტოსი იუბილე აღინიშნება ბრაზილიაში. 1925 წელს დაიბადა ეს ლეგენდარული ფეხბურთელი. 1958 და 62 წლების მსოფლიო ჩემპიონი, ასევე მონაწილეობდა 1950 და 54 წლების მონდიალებზე, ანუ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. 1958 წელს, როცა ბრაზილია პირველად გახდა ჩემპიონი, ნილტონ სანტოსი 33 წლის იყო. 1959 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, მან თითქმის მთელი კარიერა, საკლუბო კარიერა ბოტოფაგოში გაატარა 334 მატჩი, 9 გოლი,
ნილტონ სანტოსი გარინჩასთან და დიდისთან ერთად ბოტოფაგოს ლეგენდად ითვლებოდა ბრაზილიის ნაკრებში 1959-62 წლებში ასპარეზობდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე 13 წელი ნაკრების შემადგენლობაში 74 მატჩი აქვს გამართული და 3 გატანილი გოლი. განაპირა მცველთაგან ნილტონ სანტოსმა ერთ-ერთმა პირველმა ასე ვთქვათ დანერგა შეტევაში ჩართვა. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად აგენტო ვორლდ სოკერის ვერსიით ნილტონ სანტოსი გასული მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა შეყვანილი. 16 მაისს, ანუ დღეს კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელის იუბილეა 1927 წელს ამ დღეს დაიბადა ანტონიო უბალდო რატინი არგენტინის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპულარული ფეხბურთელი მთელი საკლუბო კარიერა მან ბოკა ხუნიორში გაატარა გახდა არგენტინის 5 გზის ჩემპიონი იგი დღემდე ბოკას გულშემატკივართა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია რატინი ინგლისში გამართული მსოფლიო 1966 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების კაპიტანი გახდა სწორედ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი სკანდალური ინციდენტითაა შესული იგი მუნდიალების და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუბარია ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი არგენტინის ცნობილ მეოთხედფინალურ მატჩში განვითარებულ მოვლენებზე როდესაც შეხვედრის არბიტრმა გერმანელმა რუდოლფ კრაიტლაინმა მატჩის 35 წუთზე რატინი მინდვრიდან გააძევა თითქოს და მის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო არადა გერმანელ არბიტრს საერთოდ არ ესმოდა ესპანური ენა თავის მხრივ რატინმა არც გერმანული და არც ინგლისური იცოდა ენობრივი ბარიერის გამო იგი ვერ მიხვდა თუ რატომ გადაწყვიტა მსაჯმა მისი გაძევება იმ პერიოდისთვის ფეხბურთში არ არსებობდა ყვითელი და წითელი ბარათები მოკლედ კრაიტლაინის გადაწყვეტილებით უზომოდ განრისხებულმა რატინმა უარი განაცხადა მოედნის დატოვებაზე პროტესტის ნიშნად იგი ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ მეორისთვის განკუთვნილ წითელი ხალიჩით მოფენილ ბილიკზე ჩამოჯდა რაც რა თქმა უნდა მონარქის პირად შეურაცხყოფად იქნა აღქმული გარდა ამისა დემონსტრაციულად მან ხელები შეიწმინდა კუთხურის ალამზე გამოსახული იყო დიდი ბრიტანეთის დროშის სიმბოლიკა შემდეგ საქმეში პოლიციელები ჩაერივნენ ორი პოლიციელის ძალისხმევით გაიყვანეს მოედნიდან არგენტინელთა კაპიტანი მატჩი 9 წუთით შეწყდა ის მატჩი როგორც ცნობილია ინგლისმა მოიგო 1-0 78 წუთზე ჯეფრი ხერსტის გოლის წყალობით როგორც უკვე აღნიშნეთ ის კონკრეტული მატჩი გერმანელმა არბიტრმა განსაჯა ხოლო მეორე დღეს გერმანიის ნაკრების თამაში ინგლისელმა არბიტრმა ჯიმ ფინმა იმსაჯა გერმანიამ ურუგვაის 4-0 მოიგო ორი ურუგვაელი ფეხბურთელი გააძევა ინგლისელმა მსაჯმა მეორე ტაიმის დებიუტში რითაც ერთგვარად ხელი შეუწყო გერმანელთა ისედაც ძლიერი გუნდის გამარჯვებას დაუბრუნდით ანტონიო რატინს ინციდენტს მისი მონაწილეობით და ამ ინციდენტის შედეგს რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საერთოდ ფეხბურთის წესების ცვლილებაში დახვეწაში შეიძლება ითქვას როგორც ზემოთ აღნიშნე რატინის ქცევამ არნახული რეზონანსი გამოიწვია უპირველესად ყოვლისა ინგლისში მას ინგლისელი ხალხის და ზოგადად ბრიტანეთის იმპერიის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი ანტონიო რატინის ქმედება მიიჩნევა ინგლის არგენტინის საფეხბურთო ნაკრებთა უკვე ტრადიციად ქცეულ უპრინციპულესი დაპირისპირებების მთავარ საწყისად სწორედ აი მატჩიდან იწყება დაპირისპირება ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებ გუნდებს შორის, შემდეგ კიდე იყო ცნობილი მოვლენები. გარდა ამისა, რატინის ინციდენტი დაედო საფუძვლად ფეხბურთში ყვითელი და წითელი ბარათების შემოღებას, მსაჯსა და ფეხბურთელებს შორის ენობრივი ბარიერის არსებობის და სხვადასხვა გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით პრობლემის მარტივად მოსაგვარებლად შემოღებულ იქნა ეს ნოვაცია, რომლის ავტორი ცნობილი ინგლისელი არბიტრი კენ ესტონი გახლავთ, ფერები ყვითელი და წითელი, საგზაო შუქნიშნის ფერების სქემიდან გამომდინარე იქნა არჩეული, ბარათების სისტემა უკვე მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე 1960 წელს მექსიკის სტადიონებზე გამოიყენეს, რის შემდეგაც იგი ფეხბურთის, ანუ წითელი ყვითელი ბარათები ფეხბურთის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. სხვათა შორის პირველი მსაჯი, ვინც ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრაში ყვითელი ბარათი უჩვენა, გერმანელი გახლავთ, კურტ ჩენშერი.
ხოლო ფეხბურთელი, რომელმაც პირველმა მიიღო ყვითელი ბარათი ოფიციალურ მატჩებში, ანუ ვინც ჩენშერმა გააფრთხილა, კახი ასათიანია. ეს იყო მექსიკის მუნდიალის გახსნით პირველივე მატჩი, მექსიკა საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდების შეხვედრა, რომელიც უგოლოდ 0-0 დასრულდა. კიდევ ერთი ცნობილი არგენტინელი სპორტსმენია დღეს იუბილარი, ეს გახლავთ გაბრიელა საბატინი, ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელი ქალი, ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი სპორტსმენი. იგი დღეს 44 წლის გახდა, 1990 წელს საბატინი მოიგო ამერიკის ღია პირველობა ერთეულთა თანრიგში, ფინალში შტეფი გრაფი დაამარცხა მისი მთავარი კონკურენტი, რომელსაც ვერადავერაჯობა. საბატინიმ კიდევ ორჯერ ითამაშა დიდი მუზარადის სერიის ტურნირთა ფინალში, მაგრამ ორივეჯერ გრაფთან წააგო 88-ში ამერიკის ღია პირველობაზე, 90-ში ინგლისში უიმბლდონზე. 22 მაისს 27 წლის ხდება სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, მსოფლიოს ამჟამინდელი მეორე ჩოგანი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდაოდ დიდი ჩოგბურთელი. გრანსლემის ტურნირების 6 გზის ჩემპიონი, არის 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ერთეულთა თანრიგში. 2008 და 2012 წლებში მოიგო მასტერს კაპი, მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა მიმდინარე სეზონის მსვლელობისას რეიტინგის ლიდერობის დაბრუნების საკმაოდ რეალური შანსი აქვს. არც თუ ისე დიდი უპირატესობით უსწრებს მას, როგორც ვიცით, რაფა ნადალი. 17 მაისის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად აღნიშნავთ, გავიხსენებთ უпростоრად პირველად გამართულ თასების მფლობელთა თასის ფინალურ შეხვედრას ტურნირისა, რომელიც დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ფლორენციის ფიორენტინამ საკუთარ მინდორზე 1961 წლის 17 მაისს ფინალურ შეხვედრაში თავდაპირველად თასების თასის ფინალი 2 რაუნდიანი გახდათ, გლაზგო რეინჯერს 2-0 ძლია, განმეორებითი მატჩი რეინჯერს მაშინ 1-0 მოიგო, შედეგად 2 მატჩის ჯამში საპატიო პრიზის მფლობელი ფლორენციის ფიორენტინა გახდა. იმავე დღეს, ოღონდ 1972 წლის 17 მაისს ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურმა უეფა-ს თასის გათამაშება პირველმა მოიგო, ანუ პირველი გამარჯვებული უეფა-ს თასისა გახდა ტოტენჰემ ჰოტსპური, მშობლიურ არენა White Hart Lane-ზე, ფრედ ითამაშა ტოტენჰემმა ვულვერჰემპტონთან, პრემიერ ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელთან. თუმცა პირველი შეხვედრა ჰოტსპურს გასვლაზე 2-1 ჰქონდა მოგებული. გავიხსენოთ კიდევ ორი ისტორიული მატჩი საკლუბო დონეზე. 18 მაისს გაიმართა ორივე ეს შეხვედრა, რომელიც საფეხბურთო კლასიკაშია, საკლუბო კლასიკაში შესული, ბუნებრივია სხვადასხვა წელს. 1960 წლის 18 მაისს გლაზგოს სემპტონ პარკზე მადრიდის რეალმა ფრანკფურტის აინტრახტის 7-3 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. მადრიდელთაგან გოლები ალფრედო დი სტეფანომ და ფერენც პუშკაშმა გაიტანეს, დი სტეფანომ 3, ხოლო პუშკაშმა პოკერი შეასრულა 4-ჯერ აიღო ფრანკფურტელთა კარი, შეხვედრას ჰემპტონ პარკზე 135,000 მაყურებელი დაესწრო. 18 მაისს ოღონდ 20 წლის წინ 1994 წელს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი დაუვიწყარი ფინალი ათენში ლუის პიროსის სახელობის სტადიონზე. 70,000 გულშემატკივრის თანადასწრებით ბარსელონას მილანმა 4-0 მოუგო, დანიელე მასარომ დუბლი შეასრულა, დეიან სავიჩევიჩი, მარსელ დესაი. ზღაპრულ მატჩში გოლების ავტორები ბარსელონას Dream Team-ი, იოჰან კრუიფის გუნდი, სწორედ ამ ანგარიშით განადგურდა. 17 მაისი 1929 წელს ამ დღეს დაიბადა ბრანკო ზებეცი, ხორვატი ფეხბურთელი, ამპლუით ფორვარდი და საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი და ასევე უმაღლესი დონის მწვრთნელი, მოთამაშეობისას გამოდიოდა ბელგრადის პარტიზანში და ასევე ცრენას ვერდაში, გერმანულ ალემანიაში, ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახლავთ, იუგოსლავიის ნაკრების რიგებში. ევროპის 1960 წლის პირველობის ფინალისტია, ფინალში იუგოსლავიამ საბჭოთა კავშირთან წააგო 0-1, ოდნავ მოგვიანებით ამ მატჩის ამ მცირე დეტალს გავიხსენებთ. ზებეცი წვრთნიდა ზაგრების დინამოს, სპლიტის ჰაიდუქს, არაერთ გერმანულ კლუბს, მიუნხენის ბაიერნს, შტუტგარტს, ბრაუნშვაიგის აინტრახტს, ჰამბურგის შპორტფერაინს, დორტმუნდს, ფრანკფურტის აინტრახტს. ზაგრების დინამოს 1967 წელს ბაზრობათა თასი, უეფა-ს თასის წინამორბედი ტურნირი მოაგებინა. მიუნხენის ბაიერნს გერმანიის ჩემპიონობა და თასი, დუბლი 1969 წელს ორივე.
ჰამბურგი გერმანიის ჩემპიონი გახდა 1979-ში, ბრანკო ზებიცი 1988 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა. ცნობილი ფაქტია, რომ იგი ალკოჰოლის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი იყო და სწორედ ამ მავნეჩვევამ იმსხვერპლა კიდეც. 1979 წელს ზებეცის ჰამბურგი ჩემპიონთა თასის მერვედ ფინალურ ეტაპზე თბილისის დინამოს შეხვდა კევინ კიგანის, მანფრედ კალცის, ხორსტ რუბეშის და საერთოდ იმ პერიოდში არაერთი უმაღლესი კლასის შემსრულებლებით დაკომპლექტებულ გერმანულ გრანდს და ორივე მატჩში ჰამბურგმა მოიგო. გერმანიაში 3-1, თბილისში 3-2. ჰამბურგი ჩემპიონთა თასის იმ გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ფინალში ნოტინგემ ფორესტთან წააგო. ვახსენეთ 1960 წლის ევროპის პირველობის ფინალი, რომელშიც იუგოსლავიამ საბჭოთა კავშირთან 0-1 წააგო. იმ მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი საბჭოთა ნაკრების და როსტოვის არმიის სპორტული კლუბის ცენტრფორვარდი ვიქტორ პონედელნიკი გახლავთ. 22 მაისს გახლავთ პონედელნიკის იუბილე, 77 წლის ხდება იგი. სხვადასხვა პონედელნიკს საგოლე გადაცემა იმ შეხვედრაში მიხეილ მესხმა მიაწოდა. ეხლა ჩვენს ეთერში მცირე სარეკლამო ჭრის დროა და ახლობით წუთ ნახევარში დაუბრუნდებით. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. სპორტული პანორამა ბრუნდება ეთერში, განვაგრძობთ გადაცემას. 1929 წლის 19 მაისს ბარსელონაში მიმდინარე FIFA-ს კონგრესზე გადაწყდა, რომ 1930 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ურუგვაი მასპინძლებდა ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში. მთავარი როლი იმ ფაქტმა შეასრულა, რომ ურუგვაი 1924 და 28 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ამასთან 1930 წელს ურუგვაის დამოუკიდებლობის 100 წელი უნდა მეზეიმა FIFA-ს ამ გადაწყვეტილებამ ევროპული ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციები საგონებელში ჩააგდო შორეული მოგზაურობის დაფინანსების სირთულეების გამო. მონდიალზე გამგზავრებაზე უარი არაერთმა წამყვანმა საფეხბურთო ქვეყანამ თქვა იმ პერიოდში, განსაკუთრებით იგივე ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა, ესპანეთმა, იტალიამ, ავსტრიამ, უნგრეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, გერმანიამ და შვეიცარიამ. აი ამ ქვეყნებმა უარი თქვეს და არ მიუღიათ მონაწილეობა 1930 წლის მონდიალზე. ურუგვაიში ევროპელთაგან მხოლოდ ბელგიის, რუმინეთის, საფრანგეთის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები გაემგზავრნენ. ფინანსური ხარჯი კი ნაწილობრივ FIFA-მ დაფარა მსოფლიო პირველ მონდიალზე. მონაწილეობა სულ 13 ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო. 1900 წლის 20 მაისი პარიზში თანამედროვეობის მეორე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. იგი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. პირველად, ანუ 1900 წლის ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზეს სპორტსმენმა ქალებმა, ხოლო ალვინ კრეინლეინმა საერთოდ ფურორი მოახდინა, მან 4 ოლიმპიური медали მოიპოვა. 2012 წლის 20 მაისს, 2 წლის წინ დასრულდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, თუმცა დებულებასთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო ჩემპიონობაზე პრეტენზიას ერთბაშად 2 გუნდი, რუსთავის მეტალურგი და საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი აცხადებდა. ცნობილი ფაქტია ეს, 2 დღის შემდეგ, ანუ 22 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ქვეყნის ჩემპიონატ ზესტაფონი დაამტკიცა. 20 მაისი 1901 წელი მაქს ეიველ ლეგენდარული ჰოლანდიელი მოჭადრაკე ამ დღეს დაიბადა მსოფლიოს რიგით მეხუთე ჩემპიონი. 1935 წელს ტიტულისთვის ჩატარებულ 30 პარტიისგან შემდგარ მატჩში ალექსანდრ ალიოხინი დაამარცხა. მან ასევე მსოფლიო ჭადრაკის რუსი ლეგენდა 15-14 ნახევარი დასრულდა ეს შეხვედრა, თუმცა 2 წლის შემდეგ მატჩ რევანში ალიოხინმა შეეძლო ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება, მან დაამარცხა ეივე. ეივემ 3 შეხვედრა ჩაატარა რობერტ ფიშერთან, ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ერთი კი წააგო. 1970 წლიდან 1980 წლამდე იგი იყო ფიდეს პრეზიდენტი, იგი გახლავთ ერთ-ერთი უკაცრავად მთავარი ორგანიზატორი. 1972 წელს რეიკიავიკში გამართული ცნობილი საჩემპიონო მატჩისა რობერტ ფიშერსა და საბჭოთა დიდ შტატ ბორის პასკის შორის, რომელიც ფიშერმა დამაჯერებლად მოიგო 12-8 ნახევარი საჩემპიონო მატჩის გახსნა და წელიწად 1 ივლისს გახდა დაგექმნილი, მაგრამ გახსნის წინა დღეს ფიშერმა საფოსტო გზავნილით რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა ორგანიზატორებს. კერძოდ იგი ითხოვდა დარბაზიდან ტელეკამერების გატანას, ასევე მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის 30%-ს. კიდევ რამდენიმე პირობის შესრულებას. მატჩის მთავარი მსაჯი, გერმანელი
ლოტარ შმიდი ფორმალურად ვალდებული იყო წაგებულად გამოეცხადებინა ფიშერი წილისწრაზე და გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ ამის ნაცვლად ფიდეს პრეზიდენტმა მაქს ეივემ ვიზეთ საუბრობთ ახლა მომდევნო დღისთვის გადაიტანა წილისწრა, შემდეგ კიდევ ორჯერ გადაიწია ამ ვადამ, რა თქმა უნდა ფიშერის დამსახურებით, მაგრამ სოფლიო ჭადრაკის მმართველი პირები და პირადად მაქს ეივე მოთმინებით იტანდნენ ფიშერის გაუთავებელ გამოხტომებს, რითაც მათ ერთგვარად ხელი შეუწყეს ახალი დიდი ჩემპიონის დაბადებას ფიშერის პასკის ამ კონკრეტული მატჩის შესახებ ერთ-ერთ გადაცემაში მქონდა საუბარი. Მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ, რომ სპეციალისტები და ჟურნალისტები პრეტენდენტის ამგვარ საქციელს მატჩის წინა ერთგვარი პანიკური შიშის მდგომარეობით ხსნიდნენ. სპასკი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო, ფიშერი პრეტენდენტი, სხვათა შორის ამის თაობაზე, ან პანიკასთან დაკავშირებით მოგვიანებით ანატოლი კარპომაც ისაუბრა. მან თქვა, რომ საკმაოდ ბევრ უმაღლესი დონის მოჭადრაკეს ტურნირის წინ გარკვეული შიში ეუფლება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოზით, რომელიც შეჯიბრის მიმდინარეობისას თანდათან ქრება. ბოლოს ფიშერი მივიდა როგორც იქნა წილისყრაზე, კულუარებში საუბრობდნენ, რომ მას საერთოდ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დაურეკა და კატეგორიულად მოთხოვა მატჩის დაწყება, აიძულა რომ დაიწყო თამაში. ის მატჩი დათქმულზე 10 დღით გვიან დაიწყო, 11 ივლისს დაიწყო. იყო კიდევ არაერთი აშკარად არაადეკვატური გამოხდომა ფიშერის მხრიდან მატჩის მსვლელობისას, როგორც ორგანიზატორების, ისე მეტოქის ბორის პასკის მიმართ. ზოგიერთი მიმოხილველი ამერიკელი დედოსტატის ასეთ ქმედებებს მეტოქის ერთგვარად ფსიქოლოგიურად მოშლის ფსიქოლოგიურად გატეხვის მცდელობად მიიჩნევდა. სპასკის რამდენჯერმე თავისუფლად შეეძლო დაესაჯა მეტოქე, უბრალოდ დათქმულ დროს არ გამოცხადების გამო წამოეყენებინა მართებული პრეტენზიები და უარი ეთქვა პრეზენტაციის ვადის გადაწევაზე, მაგრამ სპასკიმ ეს არ გააკეთა, მას ძალიან უნდოდა რობერტ ფიშერთან თამაში. გარდა იმისა, რომ უდიდეს პატივს სცემდა მოწინააღმდეგეს როგორც უდიდეს ტალანტს, მას ასევე აინტერესებდა თუ რას წარმოადგენდა პირადად იგი ფიშერის პირისპირ. მოკლედ ეივეს დიდი ძალისხმევით ორგანიზებული ისტორიული საჭადრაკო მატჩი ფიშერმა მოიგო 12-8 გახდა მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი და დაასრულა მოჭადრაკის კარიერა. ბორის პასკისთან მატჩის შემდეგ მას აღარც ერთი ოფიციალური პარტია არ უთამაშია, მოგვიანებით კერძოდ კი 1975 წელს კი, როდესაც იგი ვალდებული იყო ტიტულის დასაცავად შეხვედროდა საბჭოთა დიდოსტატ ახალგაზრდამ იმ პერიოდისთვის ანატოლი კარპოვს. ფიშერმა უარი განაცხადა საჩემპიონო მატჩში მონაწილეობაზე და ასე უბრძოლველად დაუთმო მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინი ანატოლი კარპოვს. მაქს ეივე 80 წლის ასაკში 1991 წელს გარდაიცვალა ამსტერდამის ცენტრში ლეით სეპლეინის მოედნის სიახლოვეს არის მაქს ეივეს სახელობის ულამაზესი მოედანი, სადაც მდებარეობს ეივეს სახელობის ცენტრი, საჭადრაკო მუზეუმით და ბიბლიოთეკით. 1987-96 წლებში ჰოლანდიაში ეივეს ტრადიციული მემორიალი ტარდებოდა, საკმაოდ ძლიერი ტურნირი, პრესტიჟული და წარმომადგენლობითი. ტურნირმა არსებობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისმა სპონსორმა, ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ბანკმა უარი განაცხადა ტურნირის სპონსორულ მხარდაჭერაზე. სხვადასხვა წლებში ეივეს მემორიალში უთამაშიათ მსოფლიო ჩემპიონებს გარი კასპაროვს, ანატოლი კარპოვს, ვლადიმირ კრამნიკს, ვიშვანათან ანანს, ასევე ჰოლანდიელი ანტიმას, ინგლისელ ნაიჯელ შორტს და კიდევ არაერთ იმ წლებისთვის ცნობილ მსოფლიო დონის საჭადრაკო ვარსკვლავს. 1952 წლის 20 მაისს იუბილარია ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი როჟე მილა, ფორვარდის სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ერთობ კოლორიტული პიროვნება, ამერიკის მუნდიალზე 42 წლის ასაკში იასპარეზა. 1987 წელს ნაკრებიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნდა დიდ ფეხბურთს და კიდევ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონაკოში, სენტ-ეტიენში, ვალანსიენში, მონპელიესა და ბასტიაში, საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობდა. 1991 წლის შემოდგომაზე თასების თასის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ბასტიას შემადგენლობაში თბილისის დინამოს წინააღმდეგაც ითამაშა. არა მარტო განმეორებით, ორივე მატჩში ითამაშა, ძირითადი ფორვარდი იყო, თავარი დამრტყმელი კორსიკული გუნდისა და ოთარ გაბელიას 2 გოლის გაუტანა. თბილისში ჩვენებმა უპრობლემოდ 3-1 იმარჯვეს. პირველი შეხვედრა
კორსიკაზე 1-1 დასრულდა და ორივეჯერ ბასტიას მხრიდან გოლი სწორედ როჟე მილამ გაიტანა. 20 მაისს 33 წლის ხდება იკერ კასილიასი, მსოფლიოს თანამედროვეობის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის კიპერი, მსოფლიო ჩემპიონი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა ესპანელთათვის სარეკორდო რაოდენობის მატჩი 148 მატჩი. 2000 და ასევე 2002 წლებში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის 5 გზის ჩემპიონია, 2002 წელს დაეუფლა საკონტინენტაშორისო თასს და ასევე ევროპის სუპერთასს. ამავე დღეს, ანუ 20 მაისს, თანამედროვეობის კიდევ ერთი შესანიშნავი მეკარე აღნიშნავს იუბილეს, ეს გახლავთ პეტრ ჩეხი, რომელიც კასილიას 1 წლით უმცროსია და 32 წლის ხდება. შესანიშნავი მეკარე ბუნებრივია, ჩეხეთის ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის გოლკიპერი. როგორც უკვე აღნიშნეთ, 32 წლის ხდება პეტრ ჩეხი. 21 მაისი 1904 წელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის FIFA-ს დაარსების დღე გახლავთ. პარიზში დაარსდა ეს ორგანიზაცია, მისი პირველი წევრები საფრანგეთი, ბელგია, დანია, ჰოლანდია, შვედეთი, შვეიცარია და ესპანეთი გახდნენ, სხვათა შორის ესპანეთის სახელით FIFA-ში მადრიდის რეალი გაწევრიანდა, FIFA-ს პირველი პრეზიდენტი კი ფრანგი რობერ გერინი იყო. 1963 წლის 21 მაისი დაიბადა ამ დღეს ელენა ვოდორეზოვა, რუსი ცნობილი მოციგურავე, ფიგურულ სრიალში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. არც ერთი დიდი ფორუმის ჩემპიონი არ გამხდარა, ვერ გახდა ვოდორეზოვა. ქართველი მოციგურავის ელენე გედევანიშვილის ყოფილი მწვრთნელი გახლავთ. 1946 წელი 22 მაისი ჯორჯ ბესტი, ჩრდილოეთ ირლანდიისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ფორვარდი დაიბადა ამ დღეს, ევროპის 1968 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. იმ წელს ჩემპიონთა თასი მოიგო მანჩესტერის შემადგენლობაში, 65 და 67 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 68 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე. ჯორჯ ბესტი მანჩესტერელთა ღირსებას 11 წლის მანძილზე იცავდა, საკლუბო დონეზე ჩაატარა 626 მატჩი, 240 გოლი მის ანგარიშზე. ჯორჯ ბესტი 2005 წლის 25 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2005 წლის 22 მაისს ჩიკაგოში კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიაში პროფესიონალ მოკრივეთა საჩემპიონო მატჩი გაიმართა ამერიკელმა ლეიმონ ბრიუსტერმა ფავორიტად მიჩნეული პოლონელი ანჟეი გოლოტა სასტიკად გალახა, პირველივე რაუნდის 53 წამზე ტექნიკური ნოკაუტი დაამარცხა. დროის ამ მცირე მონაკვეთში, ანუ 53 წამში ბრიუსტერმა მეტოქეს 3ჯერ გაგზავნა ნოკდაუნში, როდესაც გალოტა მესამედ დაეცა, რეფერი ბუნებრივია შეწყვიტა ეს ორთაბრძოლა. 1956 წლის 17 მაისს დაიბადა გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი პროფესიონალი მოკრივე შუგარ რეი ლეონარდი, პროფესიონალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოპოვებული აქვს 5 წონით კატეგორიაში, პირველი საშუალო წონითი კატეგორიიდან ქვემძიმე წონის ჩათვლით, ზემძიმე წონასანი არ ყოფილა. ეს ის პერიოდი გახლავთ, კერძოდ კი 80-იანი წლების მეორე ნახევარი მაიკ ტაისონის ეპოქაა. იწყებოდა უფრო სწორად ლეონარდი ოდნავ ერთი წონით დაბლა ასპარეზობდა პროფესიონალებში გადასვლამდე მოყვარულ მოკრივეთა შორის 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშები მოიგო, ოქროს მედალოსანი გახდა. ერთი საინტერესო ფაქტიც მის სახელთან დაკავშირებით და ამით დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას. შუგარ რეი ლეონარდის ნამდვილი სახელი და გვარი გახლავთ რეი ჩარლზ ლეონარდი. სახელი მას მშობლებმა ლეგენდარული რეი ჩარლზის პატივსაცემად დაარქვეს. ჩვენი გადაცემა სრულდება ტრადიციულად, გადაცემა მუსიკალური კომპოზიციით სრულდება. რეი ჩარლზი ვახსენეთ, მე და შემოგთავაზოთ ჯონ ლენონის გენიალური კომპოზიცია Imagine. ამ სიმღერის ქავერი რეი ჩარლზის შესრულებით, გესაუბრებოდათ კახა გელაშვილი გემშვიდობებით. სპორტული პანორამა ზუსტად ერთი კვირით 23 მაისამდე გემშვიდობებათ. ნობილის სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები. მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად.